მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. არ საერთოდ. სადაც გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ. თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო მეორე კვირა სულიწმინდის მოფენიდან და ტრადიციულად იკითხება სახარება მოციქულთა გამორჩევის შესახებ. ასევე დღევანდელი დღე ემთხვევა ეს მოძრავია მოიხსენება ეს კვირა სულიწმინდას დაბება სულიწმინდის მოფენას. ასევე იკითხება ხსენება არის ჩვენი წმინდა დიდი მერმნებისა, მეფისა, არჩილისა და მეფისა ლუარსაბისა მათი სახელები ერთად რო არის თქვენ ამან არ გაგაკვიროთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობენ. ერთი მერვე საუკუნეა მეფე არჩილი, როდესაც არაბების შემოსევის დროს აწამეს და თავი მომკვეთეს. მეორე ლუარსაბი, რომელიც მე-17 საუკუნეში უკვე შაჰ აბასის დროს მოხდა მისი წამება და ორივე აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით და ისინი წმინდათა დაში არიან და ჩვენი შემწეები ერთ-ერთი საქართველოსი და თითოეული ჩვენგანი შემწენი არიან სადასასწრებელი. მაგრამ დაუბრუნდები კვლავ იმ დღევანდელ სახარებას, ამის შესახებაც რა თქმა უნდა ვიტყვით ორიოდე სიტყვით, მოწამეობა როგორი ღვაწლია და როგორი მფარველობაა ზეციდან, მაგრამ პირველ რიგში მაინც მინდა სახარების შესახებ გითხრათ ორიოდე სიტყვა. არაფერიც არ ამაქვს სინამდვილეში საქმელი, რატომ იცით? რა უნდა გითხრათ ამაზე მეტი? მიდის მაცხოვარი გალილეის სანაპიროზე, ხედავს ორ ძმას პეტრეს და ანდრიას და დაუძახებს, რომ გამომხევით და თქვენ გახდებით კაცთა მებადურები იყვნენ თევზაური და გახდებით კაცთა მებადურები და მაშინვე დატოვეს ბადე ნავი და გაყვნენ იესოს. ცოტა გაიარეს და დაინახეს კიდე ორი ძმა, რომლებიც ასევე თევზაური, იოანე და იაკობი. და ეუბნებიან მათაც, გამომხევით და გახდებით კაცთა მებადურები. ულაპარაკოთ, ტოვებენ ყველაფერს და მიხვდებიან მაცხოვარს, იესო ქრისტეს. ამით იმთავრდება ყველაფერი. აი, რა შეიძლება გითხრათ, როგორ შეიძლება გადმოგცეთ ახლა ეს გზნობა, რას ამბობს ამითი მოციქული, რაღაცას მიყვება, რაღაცას გვანიშნებს, სახარებაში შემთხვევითი არაფერი არ არის. არ არის მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული მოვლენა ეს, რომ გაიარა იქ მაცხოვარმა და დაუძახა მოციქულებს და ისინი გაყვნენ მათ. ჯერ პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ეს არ იყო მათი პირველი შეხვედრა. ეს მათი სახარებაში არ ჩანს, მაგრამ სამაგერო ძალიან კარგად ჩანს იოანეს სახარებაში. იმიტომ რომ თუ მათი სახარებას წაიკითხა, ვერაფრით ვერ გაიგებ. ახლა რომ პირველივე შემთხვევაში მასე შესაქმეს რო აკეთებდე, რაც დაგიძახოს და დაყარო ყველაფერი და გაიქცე, არ არის თაჯანსაღი მოქმედება მოგეხსენება. მაგრამ როდესაც იცი ისტორია, რომ ეს არ იყო მათი პირველი შეხვედრა, მათ იცოდნენ იესოს შესახებ და იცნობდნენ ისინი იესოს, ეს უკვე იოანეს სახარებაში ძალიან კარგად ჩანს, ნათლად არის მოთხრობილი, რომ იოანე ღვთისმეტყველი, როგორც აღწერს ამას თავის სახარებაში, პირდაპირ წერია, რომ იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო ანდრია პირველწოდებული და როდესაც მან დაამოწმა და იქიდან მეორე მოწაფეზეა საუბარი, თუმცა კი სახელი არ სახელდება და თვითონ იოანე ღვთისმეტყველი იგულისხმება წმინდა მამები ამას მეუბნებიან. ანუ ეს ორი ადამიანი იყვნენ იოანე მოციქულის მოწაფეები, ნათლისმცემლის მოწაფეები და როდესაც მან დაამოწმა იესო ქრისტეს შესახებ და თქვა, რომ აჰა ტარიგი ღვთისა. და საინტერესო ამბავი არის ეს, იცით? აბრაამს რომ მიყავს ისააკის შესაძირად მსხვერპლად, ცოტა გადაუხდეთ თემას, მაგრამ უნდა გითხრათ. როდესაც მიყავს ისააკი ეკითხება გზაში, მამა ეუბნება და ეს ეუბნება თქვი შვილო და ეს პასუხობს, რომ შეშა მიგვაქვს, ცეცხლი მიგვაქვს და ტარიგი სად არის, რომელიც უნდა შეიძლება. ტარიგის ღმერთი გამოაჩენს. და ეს სიტყვები სახარებაში არის გამეორებული. იოანე ნათლისმცემელი ამბობს, აჰა ტარიგი ღვთისა, რომელიც ღმერთმა გამოაჩინა. ეს სიტყვები დადასტურდა მაშინ აბრაამის შემდგომ რამდენი საუკუნე, როდესაც იესო ქრისტე გამოჩნდა. ამ სიტყვების შემდგომ ანდრიას მოყავს თავისი ძმა პეტრე და გააცნობს იესოს და ეუბნება, რომ მესია ვიხილებ და ვპოვებ. ამის შემდგომ იოანე თვითონ მოიყვანს თავის ძმას იაკობს და გააცნობს, ეს უკვე გადმოცემით ვიცით ჩვენ, იმიტომ რომ იქ სახელები მხოლოდ ანდრიასი და პეტრესია მოხსენიებული, სხვისი არა. მას სიმონი ერქვა და პეტრე უწოდა იესო ქრისტე. ნახეთ რა ხდება, ისინი უკვე შეხვდნენ, ისინი უკვე დაემოწაფნენ, გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ კვლავ იოანე ნათლისმცემელთან აგრძელებენ ისინი თავიანთ მოწაფეობას. ქრისტეს კი არ გაყოლია, უბრალოდ უსმენენ იოანე ნათლისმცემელს.
ამის შემდგომ მოხდა ასეთი მოვლენა, რომ იოანე ნათლისმცემელი შეიპყრეს, დაიჭირეს და მქადაგებელი აღარ არის. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას, რადგანაც მეთევზეები იყვნენ და ამით არჩენდნენ ოჯახს და აი ეს გახლავთ უკვე ის ხრობა, რომელსაც ახლა ჯოვანდელი ჩვენი სახარება გვეუბნება მათე მოციქულის პირით, რომ მოდის მაცხოვარი გალილეის ნაპირზე და დაინახა, რომ ესენი უკვე უმწყენსოდ არიან დარჩენილი. იოანე ნათლისმცემელი უკვე ციხეშია და ეძახის, რომ გამომხევით მე და თქვენ გახდებით კაცთა მებადურები. და ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, ან სად მივდივართ, ან რამდენი ხნით მივდივართ, ან ოჯახის წევრებთან დამშვიდობება ხომ არ არის საჭირო, ან საგზალი რა არის სამოსახლო. ყოველგვარი შეკითხვის გარეშე ყველაფერს თხოვებენ და მიდიან. მე მახსენდება კიდე გადახვევას გავაკეთებ ცოტას, ესეთი ჩემი წარსული რაღაცა ესეთი ისტორია, როდესაც პატრიარქმა მეთქვა სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. ზუსტად ასეთი მომენტი იყო, რამდენი ამსახარებას წავიკითხავ, სულ მწვენია ხოლმე. იცით რატო? აი ნახეთ მაგალითი, როგორია მორჩილებისა, სიყვარულისა, თავმდაბლობისა, ქრისტესადმი ასე გაყოლისა და ნდობისა, რომ ენდობი მას და იმიტომაც მეტყობა. პატრიარქმა დამიძახა სიონის საკურთხეველში სტიქაროსანივით და მითხრა, რომ შენ სასულიერო აკადემიაში რატო არ აბარებ, ჩააბარე. ჩემი პასუხი იცით რა იყო? რა გზანეთ თქვენ უწმინდესობას სამი შვილი ყავს და მუშაობთ და იმათ ვინ არჩენს მე აკადემიაში რომ ვიწავლობ. აი ეს არის განსხვავება სწორედ იმ ადამიანს ვისაც ქრისტე ეძახის. ქრისტე ყველას ეძახის აბსოლუტურად, მაგრამ მოციქულებსა და ჩვენ შორის განსხვავება სწორედ ეს არის. იმიტომ რომ მაშინვე ჩემი გონება დატრიალდა იმ მატერიალური მხარისკენ, რომ მე ვმუშაობ, შემოსავალი მაქვს, იქ რაღაცა ხელფასი მაქვს, ამით მე ჩემს სულს ვარჩენ, ეხლა აკადემიაში თუ წავალ, მაშინ სამსახურს თავი უნდა დავანებო, იმიტომ რომ დაუსწრებელი ფაკულტეტი არ გვაქვს, ეს ყველაფერი ვიცი და პირდაპირ ერთი რამით კი დავითვალახებ, რომ ალალად რასაც ვფიქრობდი ის კი არ მოვატყუე რა იმე. ალალად რასაც ვფიქრობდი ის ვუთხარი. გაეცინა უწმინდეს და მითხრა, რომ აი შენ ჩააბარეო და ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. მართლაც, აი ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში მოხდენილი, რომ მე მართლა ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში პატრიარქის ამ სიტყვის შემდგომ, გავხდი სტუდენტი სასულიერო აკადემიისა და ჩემს სამსახურში ისე დარეგულირდა ყველაფერი, რომ მე შემეძლო მეორე წლაში მემუშავა და პირველ წლაში სასულიერო აკადემიაში ვიყავ, მეორე წლაში ჩემს სამსახურში ვიყავ. აი ესეც ჩემს თვალწინ თან რო ჩავაბარე სექტემბერში იწყებოდა სწავლა და ზუსტად სექტემბერში შეიცვალა ჩემს სამსახურში ეს მდგომარეობა. აი ჩემს თვალწინ აღსრულებული სასწაულია. ამიტომაც, როდესაც ქრისტე გეძახით, იცოდეთ რომ სხვა ყველაფერი უკვე თავისთავად მოგვარებადი. აი მე რომ მქონოდა ეს რწმენა, მე რომ მქონოდა ეს მორჩილება, ამას კი არ ვეთხოვდი უწმინდეს. ისევე როგორც მოციქულები არაფერს არ ამბობენ, ნახეთ, ის ბადეც იქ დატოვეს, ის ნავიცი და ერთადერთი შემოსავლის წყარო თავიანთი ოჯახებისა. რითიც სულგმულობა შეეძლოს, ყველაფერს ტოვებენ და მიყვებიან მაცხოვრებს. და თან მიყვებიან, იცით რა, ისმის კითხვა, რომ აი გადატოვეს ასეთი განსაკუთრებული. რა არის ახლა ერთი ბადე და რაღაც ერთი გახვრეტილი ნავი ქონდათ და ნუ რა დატოვეს. მე გეტყვით რა დატოვეს. აქ მატერიალურ ქონებას ჩვენ არ ვაფასებთ რაღაცა ფულადი ერთეულით, რომ რამდენ ოქროს შეიძლება იწონიდა ის ბადე და ის ოქრო. მათ სხვა რამე დატოვეს, მიზანი დატოვეს სხვა რამე, რომელიც ადამიანს შეიძლება ოცნებად აქვს. იმიტომ რომ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც მოსწონს ან სიღარიბე, ან გაუნათლებლობა და არ ისწრაფოდეს რაღაცა უკეთესისკენ. რომელი ადამიანი, რომელიც გულწრფელ დაკრეფილია, მკვდარივი და არაფერს არ აკეთებს, იმაზე არ ვლაპარაკობ. რომელიც შრომობს, რაღაცას აკეთებს, მას ყოველთვის რაღაც მიზანი აქვს, ხომართალია. ანუ მე თუ დღეს მაქვს ეს ნავი და ეს ბადე, მიყვარს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემია. მოვიპოვე, მამამ დამიტოვა თუ ჩემი შრომით შევიძინე, ხომ ჩემია. მაგრამ სხვა მიზანი მაქვს, არ ვაპირებ სულ ეს ერთი გახვრეტილი ნავი და ბადით ცხოვრებას. მინდა რომ განვითარდე, მინდა რომ ამ ნავს კიდე ერთი ნავი მიუმატო და კიდე უფრო მეტი თევზი დავიჭირო და კიდე უფრო მეტი გავყიდო, ჩემს ოჯახს შემოსავალი გაეზარდოს. ხომ მართალია? ამიტომაც მათ დატოვეს არა ის, რაც შეიძლება ამ წუთში ჩვენი შეფასების მიხედვით ძალიან იაფია და არაფერს არ ნიშნავს. მათ დატოვეს თავარი მიზანი. მათ დატოვეს თავიანთი ოცნებები, მათ დატოვეს თავიანთი რაღაცა მიმართულებები, რომ მე ახლა ამას გავაკეთებ, ესე კიდევ ერთი რამ წარმოიდგინეთ, თევზაობა არ ვიცი ვის ქონიათ ამის შემთხვევა, მაგრამ თევზაობას ისეთი აზარტი აქვს,
ასე ერთ დაძახებულზე რომ დააგდო ეს ყველაფერი და გაიქცე არ ხდება ასე. ძალიან ძნელია გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. თუმცა კი მაცხოვარი ეუბნება რომ წამოდით და კაცთა მებადურებად ანუ თქვენ პროფესიას შეგინარჩუნებთ, ამას ეუბნები, რომ თქვენი რაც იცით, იგივე საქმეს გააკეთებთ, ოღონდ ადამიანებს მოინადირებთ, ადამიანთა სულებს მოინადირებთ კარგი გაგებით იმისთვის, რომ გადარჩნენ, იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. ამიტომაც ნუ შეაფასებთ მათ დანატოვარს მატერიალური თვალსაზრისით, შეაფასეთ რაც დატოვეს სულიერი თვალსაზრისით და ყველაფერი დაალაგდა მათ ცხოვრებაში, დაალაგდა სულიერი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, წარემატებოდნენ ისინი სულიერებაში და იცით რომ ისინი არიან მოციქულები, რომლებმაც მოაქციეს არაერთი ქვეყანა, იქადაგეს და მოაქციეს არაერთი სული გადაარჩინეს და არც ისე ყოფილა რომ რაღაცა ოჯახები მიატოვეს. ჩვენ ვიცით რომ იგივე პეტრე მოციქული, როდესაც მოგზაურობდა, პავლე თავის ეპისტოლეებში ახსენებს ამას, პირდაპირ რომ მასთან თავისი მეუღლე ახლდა ცოლი და ისიც ქადაგებელი იყო მასთან ერთად. არ ნიშნავს ქადაგებას აუცილებლად პირობა არა ქადაგებისა, რომ ადამიანი ამბიონზე იდგეს და ლაპარაკობდეს. თავისი ცხოვრების წესით მოციქულს თან ცოლი ახლდა ყველგან. წარმოგიდგენია? აღსასრული მათი მოწამეობრივია სულ. პირველი იაკობი იყო, რომელსაც თავი მოკვეთეს. პირველი, ვინც მოციქულთა 12 მოციქულთაგან შეიპყრეს და მოკლეს ეროდე მეფის მიერ, ეს იაკობი იყო. მერე სხვა დანარჩენი, ანდრია ჯვარზე გააკრეს, უკუღმა თავდაღირა, პეტრე მოციქული ჯვარზე გააკრეს და სხვა მოციქულებსაც არ ქონიათ უკეთესი ბედი ამ თვალსაზრისით, მაგრამ მოწამეობრივი სიცოცხლითაც განადიდეს, განამარტო იმით, რომ ქადაგებით და ამდენი ხალხი მოემუშავეს, არა, მოწამეობითაც განადიდეს, ღმერთი და განადიდეს თავიანთი ცხოვრება. ამიტომაც შემოწირფასებო ყოველთვის იფიქრე. დღევანდელი დღეს წავიკითხავ ხოლმე მხოლოდ აი ამ მოკლე სახარებასთან, თითქოს მხოლოდ ისტორიული მომენტია. გაიარა იესო კლასთან, დაუძახა, ამათმა დაყარეს გაყვნენ. მაგრამ აბა დაფიქრდით, რა დაყარეს, რატომ გაყვნენ, რა შემართება ჰქონდათ, რა უნდათ საერთოდ ცხოვრებაში და რას მიაღწიეს ცხოვრებაში ამის შემდგომ. უნდა იცოდეთ მათი ცხოვრება, უნდა კითხულობდეთ მათ შრომებს, მათ გადმოცემებს, ადამიანს, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, განათლება არ ჰქონდათ, თანამდებობა არ ჰქონდათ, არც გვარიშვილობა ჰქონდათ, მაინც და მაინც რომ გეთქვათ, რომ რაღაცა თავადაზნაურობის დაუმავლები არიან. ესეთი უბრალოები იყვნენ და ამ უბრალოებით მოახდინეს ის, რომ სამყაროში ქრისტიანობის შესახებ დღეს ყველაფერი იცის. შეიძლება ვიღაცებმა არასწორად თარგმნეს მერე მათი დანატოვარი ქრისტიანობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობა რო გაგონილი აღარ ყოფილს, დღეს მეგობრებო სოფლიოში ესეთი წერტილი აღარ არის. ამიტომაც შემოგვიფასებო იფიქრეთ ამაზე და იფიქრეთ იმაზე, რომ მოწოდებული ხართ თქვენ თითოეული თქვენგან. ქრისტემ ყველას მოგიწოდა და ვის როგორ შეგვიძლია დავყაროთ ჩვენი ნავი და ბადე, აი ამის მიხედვით შეფასდება მერე როგორ გვიყვარს ჩვენ ქრისტე, როგორ შევიყვარეთ ჩვენ მისი მოძღვრება და როგორ გვინდა ჩვენ სათასასუფლებელი და როგორ ვიხდით ამისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, მშვიდობა მოგცეთ ჩვენთან არც გვერდ.